დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი და ბიზნეს მედია საქართველოს წარმოგიდგენთ. რას ვიყვება დრო? ჯეკმა თანამედროვე სამყაროში ეს სახელი და გვარი ერთი მხრივ არაერთ საინტერესო და შთამაგონებელ საჯარო გამოსვლასთან ასოცირდება, სადაც აზიელი მილიარდერი საკუთარ წარმატებაზე, წარუმატებლობაზე, განათლებასა და სხვა მრავალ ფუნდამენტურ თემაზე საუბრობდა, თუმცა ამის მიღმა ასოცირდება კაცთან, რომლის ამბიციებმა, ნიჭმა და შრომის მოყვარეობამ ინგლისურის მასწავლებლიდან გზა ტექნოლოგიური სცენის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურამდე გაკვალა. მრავალწახნაგოვანი ისტორია გამორჩეული გონების ბიზნეს ლიდერზე სტარტს გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს. ჯეკმა იგივე მაიუნი 1964 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ხანგჭოუში დაიბადა. თანატოლებს შორის ბავშვობიდანვე ინგლისური ენის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოარჩევდა. პეტიც ძალიან ხიბლავდა საერთაშორისო ენაზე, უცხოელ ტურისტებთან კომუნიკაცია. სწორედ ეს იყო ის პირველი ფანჯარა, რომლითაც ჯეკმა გარესამყაროს შესწავლა დაიწყო. არც მხოლოდ ამით შემოფარგლულა ინგლისურისადმი სიყვარულის მასშტაბი. პროფესიულად შესწავლის შემდეგ მისი კარიერული ცხოვრებაც უცხო ენაზე ფოკუსირდა და უნივერსიტეტში ჯეკმა ინგლისურის მასწავლებელი გახდა. სწორედ მაშინ განუმტკიცდა რწმენა, რომ ცოდნას და ტექნოლოგიას ადამიანის ცხოვრების შეცვლა საფუძვლიანად შეეძლო. 1990-იან წლებში, როცა ჩინეთში ინტერნეტი ჯერ კიდევ იშვიათობა იყო, ჯეკი პირველად გაეცნო ვებ სივრცეს ამერიკაში მოგზაურობისას. იქ მიხვდა, რომ ციფრული სავაჭრო გზა შეიძლებოდა მომავალში რეალური ეკონომიკური ძალა გამხდარიყო. 1999 წელს მეგობრებისა და სტუდენტების დახმარებით პატარა ბინაში კომპანია Alibaba დააფუძნა. მისი მიზანი იყო ჩინელი მწარმოებლების გლობალურ ბაზართან დაკავშირება. სწორედ ეს იდეა იქცა ელექტრონული კომერციის გიგანტად, რომელმაც მალე მოიცვა ონლაინ ვაჭრობა, გადახდები, ლოგისტიკა და შემდეგ ღრუბლოვანი სერვისებიც. Alibaba-ს ზრდა კოლოსალური იყო. 2014 წელს კომპანიის IPO ნიუ-იორკის ბირჟაზე ისტორიაში ერთ-ერთ უდიდესად იქცა 25 მილიარდი დოლარის მოცულობით. ჯეკმა ჩინური ოცნების სიმბოლოდ გადაიქცა. მასწავლებელი, რომლის შეუპოვრობამ და გამორჩეულმა ბიზნეს ხედვამ მსოფლიო ბარიკადები გადალახა. 21 საუკუნის დასაწყისში მან ბიზნეს ჯგუფი კომპანია Alipay დააარსა. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კი ჩინეთში მცირე ხანს უცხოვრია, აუცილებლად ექნებოდა შეხება Alipay-სთან, როგორც მულტიფუნქციურ აპლიკაციასთან, რომელიც ელექტრონული საფურის ფუნქციას ასრულებდა და მისი მეშვეობით ყველაფრის შეძენა გახდა შესაძლებელი. თვითმფრინავის ბილეთით დაწყებული, ტანსაცმლით დამთავრებული. Alipay-ის დაარსებასთან ერთად ჩინელმა მეწარმემ კიდევ ერთი გიგანტური კომპანია Taobao დააფუძნა. ვებსაიტი, რომელზეც ერთდროულად უამრავი რაოდენობის ნივთის შეძენა გახდა ხელმისაწვდომი, აზიის მიღმა გლობალური მასშტაბითაც გახდა პოპულარული. ყოველდღიურად ასეულობით მილიონი აქტიური მომხმარებლით. Alibaba ჯგუფი ჩინეთის ბაზრის უმსხვილეს მოთამაშედ იქცა, რომელმაც B2B-სთან ერთად C2C და B2C პრინციპებიც გააერთიანა. პროპორციულ ზრდას აჩვენებდა ჯეკმას ქონებაც, რომელიც იმ დროისთვის უკვე მილიარდებს ითვლიდა. თავად მეწარმე კი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უზარმაზარ სამყაროში პოზიციებს სულ უფრო იმყარებდა. წლების განმავლობაში პლანეტა ჩინელი მეამბოხის აღმასვლას უყურებდა. ასე იყო 2020 წლის 24 ოქტომბრამდე. ბუნდის ეკონომიკურ სამიტზე 20 წუთიანი სიტყვა ჩინეთის ერთ დროს ყველაზე მდიდარი მეწარმისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. სამიტზე შეკრებილი ელიტის წინაშე მეამბოხე მეწარმემ საჯაროდ მკაფიოდ და ხმამაღლა განაცხადა, რომ ის უკმაყოფილო იყო კომუნისტური მთავრობის საქმიანობით. 20 წუთის განმავლობაში ჯეკმა ქვეყანაში არსებული არაერთი პრობლემატური საკითხი დაასახელა და აღნიშნა, რომ მარეგულირებელი ორგანოები აწ უკვე მოძველებული მეთოდებით მუშაობდნენ. მათი საქმიანობა კი პირდაპირ ზღუდავდა ინოვაციასა და ბიზნესის განვითარებას. ჯეკმა სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე საათში Ant Group-ისა და Alibaba-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ორ დღეში შეიქმნა ახალი ანტიმონოპოლიური კანონპროექტი. ზუსტად ერთ კვირაში კი მარეგულირებელმა ორგანომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი პირველადი საჯარო შეთავაზება დაბლოკა. ჩინეთის ოფიციოზის რისხვა მხოლოდ IPO-ს ჩაშლით არ შემოფარგლულა. რამდენიმე თვეში მარეგულირებელი კომისიის სამიზნე კომპანია Alibaba გახდა, რომელიც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის გამო 2 მილიარდ 800 მილიონი დოლარით დააჯარიმეს, რაც ასევე რეკორდული ჯარიმაა. სიტყვით გამოსვლიდან მალე ჯეკმას ქვეყნის დატოვებაც მოუწია. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი და გავლენიანი ბიზნესმენის პოლიტიკურ დევნილად ქცევამ ჩინეთის საინვესტიციო იმიჯის საგრძნობლად გააუარესა. შესაძლოა, ახლა ამ იმიჯის აღდგენაზეც მიდის მუშაობა. ან პრაგმატულმა
კომუნისტურმა მთავრობამ გაიაზრა, რომ შურისძიებას ქვეყანა არ უნდა გადააყოლოს. შესაძლოა მიზანი სულაც სხვა, თუმცა ფაქტია, მიმდინარე წლის დასაწყისში ჯეკმა დაბრუნდა და თანაც სად და როგორ არც მეტი არც ნაკლები იმ ღონისძიებაზე, რომელიც ჩინეთის მთავრობის მაღალჩინოსნებსა და ქვეყნის ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებს შორის გაიმართა. შეხვედრა მყისიერად გააჩინა განცდა, რომ მთავრობამ ჯეკმასა და ბიზნესთან ერთგვარი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი და რამდენად იქნება სამშვიდობო შეთანხმებად შერაცხული შეხვედრა ჩინეთის ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში. ახალი ერის დასაწყისი ამას რო გვიჩვენებს. მანამდე კი ისეთ თქმად შეგვიძლია ის არის, რომ დღესდღეობით Alibaba ის კომპანიაა, რომელიც ჩინეთის გლობალურ ამბიციებს ზუსტად ესადაგება და მის დასაკმაყოფილებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შესაძლოა დროთა განმავლობაში ანალოგიური Alibaba-ს დამფუძნებელზე 29 მილიარდი დოლარის მქონე ბიზნესმენზეც გავრცელდეს, თუმცა არა დღეს. და თუ როდის ამას მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის ქვეყანაში ერთი ადამიანი გადაწყვეტს, რომელიც განმსაზღვრელი იყო ჩინეთის ერთ-ერთი გამორჩეული ბიზნესმენისა და მოაზროვნის ჯეკ მას აღზევებაში და დაცემაშიც.